მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ ჩფოთის მიზეზებზე და შესაბამისად გავერკვეთ, დავსახოთ კონკრეტული ნაბიჯები, როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ უნებრივია ასეთი პრობლემა გაქვთ. თქვენ კი ამასობაში გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იმიტომ რომ მასზე უკვე ძალიან ბევრი ვიდეო დევს ძალიან სასარგებლო გამოყენებითი რჩევებით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების და შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თან ამისთვის არანაირი წინასწარი მომზადება ფსიქოლოგიაში არ გჭირდებათ. ასევე თუ იცნობთ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ, მათაც გაუზიარეთ ეს ვიდეო, რომ მათაც შეძლონ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. შესაბამისად, ჩფოთი ეს არის, ასე ვთქვათ, შეიძლება დავარქვათ წარმოსახვის ცოფი. წარმოსახვის გაგიჟება. როდესაც ჩვენი წარმოსახვა იწყებს მუშაობას ჩვენს წინააღმდეგ. ნორმალურ პირობებში ჩვენს წარმოსახვას როგორც წესი ვიყენებთ, ასე ვთქვათ, ცხოვრების დაგეგმარებისთვის, ხო? როდესაც ვფიქრობ, ეხლა მე რომ მოვიმოქმედო რაღაცა A, B, C მოქმედებები, რა შეიძლება მოყვეს ამას, შესაბამისად რას ვაკეთებ მე ამის საპირისპიროდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი წარმოსახვა არის დაგეგმარების, შემოქმედების გადასარევი ინსტრუმენტი, მაშინ, როდესაც მუშაობს ჩვენ სასიკეთოდ. მაგრამ ხანდახან, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმოსახვა იქცევა გაგიჟებული ცხენივით, ხო? ასე ვთქვათ, რომელიც რაღაცა ხანძრის სიტუაციაში მოხვდა და სურს ამ ცეცხლიდან გამოიქცეს და აღწიოს ამ ყველაფერს ამას თავი. და ამ შემთხვევაში ჩვენი წარმოსახვა იწყებს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობას და ამას აქვს ძალიან დამრგუნველი ეფექტი ზოგადად ადამიანის ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ფაქტიურად იგივე მექანიზმებს, რომლითაც ის გეგმავს თავის ცხოვრებას, რომლითაც ქმნის რაღაცა ახალ სასარგებლოს, ის იწყებს კოშმარების შექმნას ჯერ წარმოსახვაში და შემდეგ, ასე ვთქვათ, ამის რეალობად ქცევად თავის ცხოვრებაში. პირველი მიზეზი, რატომაც შეიძლება დაგვემართოს ესეთი შლილობა, ხო, რატო შეიძლება ჩვენი წარმოსახვა ამუშავდეს ჩვენს წინააღმდეგ და დაიწყოს, ესე ვთქვათ, ესეთი კაი ჰოლივუდის სტუდიასავე თრილერების სიუჟეტების შექმნა ჩვენს წარმოსახვაში, ხო? იმიტომ რომ როდესაც ვფიქრობ მომავალზე, წარსულთან დაკავშირებით ხო არ შფოთავ, არც აწმყოსთან დაკავშირებით. შფოთავ ზირთად მომავალთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი წარმოსახვა მომავლის შესახებ გვიხატავს რაღაცა საშინელ კოშმარულ სურათებს, ხო, კატასტროფულ სცენარებს. ერთ-ერთი მიზეზი ამისა შეიძლება იყოს გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა, ან ტრავმები, ან რთული სტრესული პერიოდი, ან ეგრეთ წოდებული ვიკარული ტრავმა. ვიკარული ტრავმა ეს არის ტრავმირებული მდგომარეობა ჩვენი გონების, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ნეგატიური ახალი ამბების, ყურების შედეგი, ასეთი ისტორიების მოსმენის შედეგი, თუნდაც ტექსტად წაკითხვის შედეგი, ხო? როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანის ადგილას ვაყენებთ საკუთარ თავს წარმოსახვაში და ნელ-ნელა ხდება ტრავმატიზაცია ჩვენთვის. სხვა შორის ამის შესახებ, როგორ დავძლიოთ სტრესი, შოკი და ვიკარული ტრავმა, ამ პეიჯზე მიდევს ორი ვიდეო, შეგიძლიათ ცოტა ქვემოთ ჩასკროლოთ და ნახოთ. ერთი ვიდეო არის იმის შესახებ, როგორ დავძლიოთ შოკი და სტრესი. მეორე ვიდეო ეს არის, როგორ დავძლიოთ ომის ვიკარული ტრავმა. ანუ პირველი მიზეზი არის ის, რომ უბრალოდ ამ ფსიქოტრაუმატულ მდგომარეობას სჭირდება განკურნება. აქ სასურველია ფსიქოთერაპევტს მიმართოთ, თუ არა და ყოველ შემთხვევაში საკუთარი გაცნობიერებულობა ამ მიმართულებით ავამაღლოთ და ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ, როგორ უშველოთ საკუთარ თავს. მეორე მიზეზი ეს არის გაურკვევლობა მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი გონება ბიოლოგიურად ისე არის მოწყობილი, ვთქვათ, მისი ანატომია, რომ გაურკვევლობას ავტომატურად აღიქვავს ნეგატიურად. ანუ თუ არ ვიცი, ასე ვთქვათ, რა ხდება წინ, რა პერსპექტივაა წინ, ახლო პერსპექტივა თუ შორი პერსპექტივა, გონება ავტომატურად იწყებს საფრთხეების ძებნას და სკანირებას. მეტის თუ ვერ აღმოაჩინა ესეთი საფრთხეები, ხო? კიდევ უფრო იწყებს, ასე ვთქვათ, ამ ჩფოთვის მდგომარეობაში შესვლას და როგორ თუ ვერ აღმოვაჩინა საფრთხე. გამორიცხულია, რომ ამ სიტუაციაში ცუდი არაფერი ხდებოდეს. არ შეიძლება რომ ყველაფერი იყოს კარგად. ჩვენი გონების ძველი, ასე ვთქვათ,
ეს ცხოველური ნაწილი ზუსტად ამგვარად აღიქვავს რეალობას და შესაბამისად ეს შფოთი ხვდის ცუდად. მე ხო უნდა აუხსნათ საკუთარ თავს, რატო ვარ ესე ცუდად, შესაბამისად ესე იგი წინ ხდება რაღაცა ცუდი და აი ამ დროს წარმოსახვა იწყებს იმ ვარიანტების შექმნას, რა შეიძლება წავიდეს, ასე ვთქვათ, ნეგატიურად ჩვენ ცხოვრებაში, ხო? რა შეიძლება გაფუჭდეს, რა შეიძლება დავკარგოთ და შემდეგ აი სურათები, რომლებიც როგორც წესის ფერადი ფილმები ვითაა ხოლმე ადამიანს, თან ელაპარაკება კიდევ საკუთარ თავს, ეს საბჭოთა დროს რო იყო კედლის რადიო, რომელიც არითიშებოდა, მოკლედ აი ეს საშინელი ფილმები წარმოსახვაში, პლუს აი ეს პანიკური ხმით საკუთარ თავთან საუბარი, ისტერიკამდე შეიძლება მივიდეთ ამ მდგომარეობაში, ხომ ჩუმი ისტერიკა, გარეთ რომ მაინდა-მაინც არ გამოხატავდა, ეზანგრევს ბუნებრივია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება, რომ იმათთვის, ვისაც სტრესული პერიოდი გაქვთ გამოვლილი, ამ ფსიქოლოგიური ტრავმები გაქვთ მიღებული, შეძლოთ, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის დაძლევა შინაგანად, ელემენტარულად არის სულის ჭრილობა და არის მოსაშუშებელი. მეორე მომენტი, თუ საქმე არის შინაგან საუბარში და ესეთ უკონტროლო წარმოსახვაში, ამ დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან მომენტს. დავიმახსოვროთ პირველი მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენზე ზეგავლენას ახდენს იმ სურათების ზომა, რასაც ვხედავთ წარმოსახვაში. დიდ ეკრანზე ნანახი ფილმი და ტელეფონში ნანახი ფილმი სულ სხვადასხვა ემოციებს იწვევს ჩვენში, ხო სწორია? ანუ რაც უფრო დიდ ზომაში ვხედავთ აი ამ საშინელ კატასტროფულ სურათებს, მით უფრო ძლიერი ნეგატიური რეაქცია აქვს ჩვენ ნერვულ სისტემაზე. ეს ერთი. მეორე, რაც უფრო კატასტროფული ხმით ვესაუბრებით საკუთარ თავს, ხმის ტონსა აქვს მნიშვნელობა უფრო ვიდრე, ასე ვთქვათ, საუბრის შინაარს. და ამ შემთხვევაში, თუ ვიცით, რომ გვაქვს ეს ჩვევა და აი ამ კატასტროფულ სურათებს ხედავთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დავხუჭოთ თვალი, შევხედოთ აი ამ დიდ სურათს, რომელიც ჩვენში შფოთს იწვევს და წარმოსახვაში დავაპატარავოთ, აი ასანთის კოლოფის ზომამდე და მაშინვე შევამჩნევთ, რომ ასე ვთქვათ, შვებით ამოვისუნთქეთ, ხო? ეს ერთი. იმ შემთხვევაში თუ დავაფიქსირეთ, რომ საკუთარ თავს ველაპარაკებით და ესეთი პანიკური ტონით, მოდი წარმოიდგინეთ, რომ როგორც წესი ველაპარაკებით, როგორ ეს ან სადღაც თავში გვაქვს ეს ხმა განლაგებული, ან გულში აქედან გვესმის, ხო? ან სადღაც, მოკლედ აი აქ სხეულის ზედა ნაწილის არეში. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს ხმა, რომელიც ასე გელაპარაკებათ, ასე ვთქვათ და მარტივად რო ვთქვათ, ისტერიკამდე მიყავხათ, გაგიჟებთ, წარმოსახვაში აიღეთ და ჩაიტანეთ ფეხის თითში და წარმოიდგინეთ, რომ იქიდან გელაპარაკებათ. და მე წარმოიდგინეთ, რომ იმდენად სწრაფად დაიწყო საუბარი, რომ ატიტინდა, ან ძალიან კომიკური და სასაცილო გახდა მისი ხმის ტონი და ტემბრი და საუბრის მანერა, თუმცა იგივე სიტყვებით გესაუბრება. ამ დროსაც მომენტალურად იგრძნობთ შვებას. შესაბამისად, თუ სწავლობთ შინაგანი ვიზუალური გამოსახულებების კონტროლს, აზრების კონტროლს, იმიტომ რომ ჩვენი აზრები არის ან სურათების სახით, ან ხმების სახით, ხო? რაღაცა სხვა ფორმა ნაკლებად აქვს ხოლმე. შეგრძნებები და ემოციები არის ზუსტად აი ამ სურათების და ხმების შედეგი. ხო და აი წარმოვიდგინოთ, რომ თავში გვაქვს ესეთი კინოსტუდია. ეს კინოსტუდია არის ერთი მაყურებლისთვის, თქვენ ხართ ეს მაყურებელი. შესაბამისად, თუ აი ამ საშინელებებს გიჩვენებთ, ეს კინოთეატრი, ხო? შეიძლება ერთხელ წახვიდეთ თვეში თრილერი ნახო რაღაცა იქ ნერვები მოიფხანო, მაგრამ ამას უყურო დღეში 5 ჯერ, უბრალოდ გარეკავ. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, რომ აი დირექტორი ხართ აი ამ კინოსტუდიის და ასე ვთქვათ, რეპერტუარი შეაცვლევინეთ. ასე ვთქვათ, დაიწყეთ პოზიტიური ფილმების შექმნა, მაგრამ სანამ პოზიტიურ ფილმებს შექმნით საკუთარ წარმოსახვაში, ხო? ხანდახან ეს რთულია, სანამ ეს ნეგატიური ფილმები არსებობს თავში და სანამ ნეგატიურად ელაპარაკები საკუთარ თავს. ჯერ დააპატარავეთ ნეგატიური სურათების ზომაში, გაწიეთ რაც შეიძლება შორს და მათ ადგილას წარმოიდგინეთ, თუ არიცით როგორ გამვითარდება შემდგომში მოვლენები, ხო, აი კონკრეტულად არ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაღაცა გეგმები და მიზნები, უბრალოდ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი. ესეთი მოკლე 5-10 წამიანი ფილმი საკუთარი თავის შესახებ, რომელიც არის ჯანმრთელი, წარმატებული და ბედნიერი, ხო? და გახარებული, რაც თავარია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენს twins ექნება სამუშაო დავალება, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ აი ამ მიმართულებებით, ანუ ჯანმრთელობისკენ, წარმატებისკენ, ბედნიერებისკენ. ეს ერთი. მეორე,
მიხედეთ თქვენ შინაგან დიალოგს და თუ გრუზავთ ასე ვთქვათ ზომაზე მეტად ეს შინაგანი დიალოგი, ჩაიტანეთ სადღაც იქ ფეხში, დააწვრილეთ მისი ხმა, ასე ვთქვათ კომიკური ტონალობა მიეცით და შემდეგ გაიხსენეთ ადამიანის ხმა, რომელმაც რაღაცა ძალიან პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა თქვენზე ცხოვრებაში. ან კარგი რჩევა მოგცათ, ან რაღაცა კომპლიმენტი მოკლედ ამ ადამიანთან ურთიერთობა ყოველთვის თავდება რაღაცა პოზიტიური ძვრებით თქვენს ცხოვრებაში. ხო, შეიძლება ერთხელ იყოს ცხოვრებაში, შეიძლება სისტემატიურად ხდება. აი ამ შემთხვევაში გაიხსენეთ როგორ ჟღერს ამ ადამიანის ხმა და წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ადამიანის ხმით ჩაგესმით, რომ ყველაფერს გაუმკლავდები, ყველაფერს შეძლებ, ისევე როგორც ძალიან ბევრი რაღაცა შეძელი შენ ცხოვრებაში და წარმოიდგინეთ, რომ ასე ვთქვათ, პოზიტიურ შთამაგონებელ ფრაზებს გეუბნებათ და მაშინვე იგრძნობთ თავს უკეთესად. ამას ცოტა პრაქტიკა ჭირდება, მაგრამ ფასდაუდებელია ის, ასე ვთქვათ, შედეგები, რასაც მიიღებთ, მაშინ როდესაც გამოიმუშავებთ საკუთარი აზროვნების მართვის უნარს. გვაქვს შეკითხვა კომენტარებში, ლაივი დარჩება თუ არა. აბსოლუტურად ყველა ლაივს ვტოვებ ჩემს პეიჯზე, არაფერს ავშლი. იმისთვის რომ რაც შეიძლება ბევრმა შეძლოს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, ჩემი მიზანიც ეს არის ზუსტად, რომ მივაწვდინოთ რა შეიძლება მეტ ადამიანს კონკრეტული, პრაქტიკული რჩევები, არა უბრალოდ საუბრები ადამიანებზე და ვარსკვლავებზე, დედა რართული ყოფილა ფსიქოლოგია, არა, კონკრეტული ინსტრუმენტები. ამიტომ გთხოვთ, ასე ვთქვათ, თუ ეს ინსტრუმენტები თქვენთვის არის საინტერესო, სასარგებლო და რასთავარია ქმედითი, გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს, ახლობლებს, ფრენდებს, რომ მათაც შეძლონ ამასთან, ასე ვთქვათ, აი ამ მარტივ რაღაცეებთან მიიღონ წვდომა და გააუმჯობესონ საკუთარი ცხოვრება. ჩემი კრედო არის ის, რომ ნორმალური ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. რაც უფრო მეტი იქნება ჩვენს გარშემო ადეკვატური, ჯანმრთელი, რეალიზებული, ასე ვთქვათ, ნიჭიერი ადამიანი, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, საერთო კოლექტიური ყოფიერებაც. აბა, გისურვებ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.